ბატონო თუ ახლა არ გადავიღე ეს ვიდეო არასდროს არ გამოვა შესაბამისად მოვემზადოთ და ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს თემები საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ მომდევნო ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. ამ ვიდეოში მე თქვენ გაგიზიარებთ შემაჯამებელ დასკვნით ეტაპს, რაზე ვმუშაობდი იანვარი-თებერვლის განმავლობაში. აქ მაქვს ბლოკნოტი, სადაც ჩამოვწერე სია და შევაჯამე, ვეცადე გამეხსენებინა აბსოლუტურად ყველა ნივთი, რაც მოვქსოვე ამ 2 თვის განმავლობაში და ძალიან დიდი რაოდენობა გამოვიდა. სიმართლე რომ ვთქვათ და ეხლა ყველაფერს სათითაოდ გავიხსენებ და ვისაუბრებ რა ძაფით იყო შესრულებული, რომელი ინსტრუმენტით. პლუს ამას ვეცდები რომ ფოტოები ჩავრთო, რა ნივთებზეა საერთოდ საუბარი და გამოვაქვეყნო ეს ვიდეო უახლოეს მომავალში. დღეს უკვე არის ხუთშაბათი, გუშინ უნდა გამოსულიყო ეს ვიდეო, თუმცა ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს შეკვეთების კუთხით, რასაც შემდეგი კვირის ვიდეო ვლოგში გაგიზიარებთ, რაზეც მუშაობ ახლა, ჩემს ჩხირებზეც და ყაისნახზეც არის მხოლოდ ერთი აქსესუარი, დანარჩენი ყველა არის плечевое изделие. ნივთები, რომლებიც ანუ იცმევა, ანუ ტანსაცმელს ვქვსოვ, ესე რომ ვთქვათ და გაგიზიარებთ ყველას, მაგრამ ახლა დავუბრუნდები ჩემ თემას, იანვარი-თებერვალი. იანვარი იყო გამორჩეული თებერვლისგან განსხვავებით იმით, რომ მქონდა სამხრე ნივთები, ანუ ნივთები, რომლებიც იცმევა ტანზე და რამდენიმე აქსესუარი, ხოლო თებერვალი მთლიანად აქსესუარების თვე იყო. დავიწყებ პირველით. ეს არის ჩემი ცისფერი ჯემპრი, რომელიც არაერთხელ უკვე მეცვა კიდევაც ვიდეო ვლოგებში, რომელიც მოვქსოვე 2 ძაფის კომბინაციით, ეს არის მოხერი და ალიზე, სავარაუდოდ ალიზეს მოხერია, პლუს ამას რაღაცა სხვა ძაფი, ანუ ყველაფერი, რაცაც ახლა ვილაპარაკებ, წლევანდელ ვიდეო ვლოგებში არის ნახსენები, ამიტომ შეიძლება რაღაცებს ძალიან არ ჩავუღრმავდე. ძაფი ძალიან კმაყოფილი ვარ რეალურად ამ ძაფით, იქიდან გამომდინარე, რომ დიდად ბევრს არაფერს არ ველოდებოდი სინთეტიკური დანამატის ძაფისგან, თუმცა რაც გამოვიდა, იმითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, არის ძალიან თბილი, ღუნღულა, დიდი ზომის, ზუსტად ისეთი, როგორც მინდოდა. ერთ წამით მოვიტან, რადგან რაღაცები არის, რაც მაქვს მოქსოვილი და არის ჩემგან კარგულებაში, ესეთ ნივთებს ყველაფერს ახლა აქ მოვიმარაგებ და გაგიზიარებთ სათითაოდ. მოვიმარაგე აბსოლუტურად ყველა ნივთი, რაც მაქვს მოქსოვილი და მზა და აღმოჩნდა, რომ ჩემთვის პირადად მოვიქსოვა სულ 4 ნივთი. გეტყვით, ჯამში ანუ 42 დასრულებული ნივთი მაქვს ამ 2 თვის განმავლობაში და აქედან 4 არის მხოლოდ ჩემი. პირველი დავუბრუნდები ანუ აი ესეთ ჯემპს, რომელიც მოვქსოვე ჩემთვის. დახრილი მხარი, მრგვალი საყელო, გრძელი, ჩახსნილი რეზინებით, რომელიც არის ასიმეტრიული, განიერი მკლავები, რომელიც მადგება იმაში, რომ შიგნიდან მეცვეს მაგალითად საროჭკა, რაიმე ესეთი თხელი მაისურები გრძელმკლავიანი, მოკლედ ყველანაირად კარგად ვიყენებ ამ ჯემპს და ძალიან მომწონს. აუცილებლად მინდა კიდევ რამდენიმე სხვადასხვა ფერში და ვფიქრობ უფრო აი ვარდისფერი ფერის მუღამი მაქვს. ესეთი ჯემპრი, რომელიც სამწუხაროდ არ ამიწონია, მაგრამ ავწონი აუცილებლად და აი აქ მივუთითებ რამდენი გრამია, რადგან ესეც არის ჩვენი აი ამ ვიდეოს მიზანი, რომ დავიანგარიშო რამდენი გრამი ძაფი მოვქსოვე და აქედან რამდენი გრამი მოაკლდა ჩემს მარაგებს. რადგან ერთ-ერთ წინა ვიდეოში შევაჯამე ჩემი ყველა
ძაფის წონა შევკრიბე, რაც გამოვიდა 42 კილოგრამი და 300 გრამი, ანუ 300 და რაღაცა იყო იქ, მაგრამ დავამდგვალე 300-მდე. და ეს ყველაფერი მოაკლდება ამ ძაფების მარაგებს. სიმართლე ვთქვათ, ამას კი ავწონი, მაგრამ ეს 42.300 არ მოაკლდება, იმიტომ რომ ეს ჯემპრი მანამდე იყო მოქსოვილი, ვიდრე მე ამ ყველაფერს შევაჯამებდი, ისევე როგორც მომდევნო ნივთი, რომელიც ასევე არის იანვრის თვეში შესრულებული. ეს არის აი ესეთი წითელი ქუდი, რომელიც მოვქსოვე ჩემივე მასტერკლასის მიხედვით, ერთი კუდიდან მეორე ბოლომდე. ეს ქუდი არის შესრულებული Alize Lana Gold Fine-ის ძაფით, სადაც გვაქვს 380 მეტრი 100 გრამზე, 50-50 არის აკრილი და შალი. აი ასე გამოიყურება დაფარებული, ანუ სიმართლე რომ ვთქვათ, ერთხელაც არ მოკეთებია ეს ქუდი, ერთხელაც არ ყოფილა ჩემთვის ისეთი სიცივე, რომ მე ამ ქუდით წავსულიყავი სადმე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ესეთი ქუდი მაქვს, ძალიან მიხარია. ზუსტად 100 გრამი დაჭირდა და ესეც მანამდე იყო მოქსოვილი, ვიდრე დავიანგარიშებდი ჩემს მარაგებს. შემდეგი, რაც ადგილზე მაქვს იმ ძაფებიდან ვისაუბრე, იმ ძაფებზე ვისაუბრე, დასრულებულ პროექტებზე ვისაუბრებ. ეს არის აი ესეთი Sophie's Scarf-ი, რომელიც მოვქსოვე 100% ქაშმირის ძაფით. გადავალ შემდეგ ნივთზე და მე დავუბრუნდები ისევ ამას. ერთ-ერთი პირველი ვიდეო საერთოდ წელს რაც გამოვაქვეყნე, ეპიზოდი, რომლის ფოტოსაც აი აქ ჩავსვავ. სადაც ვსაუბრობდი შეკვეთაზე, რომელიც მოიქცევა 100% ქაშმირის ძაფით. იქიდან მომრჩა გარკვეული რაოდენობა ძაფების. თვითონ ნივთი რამდენ სიწონი და სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, იმიტომ რომ მე მომცეს შეკვეთა ძაფებიანა, მოვხსოვე და რაც დარჩა ძაფები, ჩავაბარე უკან და მე გამოვისყიდე 5 ცალი ძაფი, იქიდან ქუდი მოვხსოვე წითელი, აი ამის მსგავსი. და ფოტოს არ ჩავთავ, იმიტომ რომ ზუსტად ესეთი ქუდია, უბრალოდ შემადგენლობა არის 100% ქაშმირი. ზუსტად ესეთი ზომა, ფორმა, ყველაფერი იდენტური. წითელი ქუდი, ერთ-ერთ წინა ვიდეოში უკვე ვისაუბრე ამაზე. და იქ იმის მოქსოვის შემდეგ კიდევ დამრჩა ერთი გორგალი ძაფი, რომლითაც მოქსოვე აი ესეთი Sophie's Scarf-ი, ეს არის 100% ქაშმირის ძაფი, სადაც გვაქვს 25 გრამზე 120 მეტრი, არის წვრილი და მთლიანად ერთი გორგალი გავხარჯე აი ამის მოსაქსოვად, რომელიც სხვათა შორის ახლა გავიკეთებ, რატომღაც მგონია რომ კარგად იქნება. აი ეს. მეკეთოს რა პრობლემაა. ჩვენი არც ერთი ვიდეო ხო წითელი დეტალების გარეშე არ არის წელს. შემდეგი, რაზეც მუშაობდი, ეს იყო შემდეგი, ერთ წამით დავიჭრიტო. ზუსტად ანალოგიური, ფოტოს ჩავთავ, ანალოგიური ქუდი მოვქსოვე თეთრ ფერში და თან გავტესტე მანქანაზე ქსოვა, მაინტერესებდა როგორ გამოვიდოდა და საკმაოდ ისე კარგად მოვახერხე ადაპტირება ანალოგიური მასტერკლასის მანქანაზე ქსოვაზე, ანუ რომ გადამეტანა ინფორმაცია მანქანით ქსოვაზე და იქაც ძაფი იგივე გამოვიყენე, Alize Lana Gold Fine, თეთრი რძისფერი, 55 კოდით არის ფერი თუ სწორად მახსოვს და ერთი გორგალი 100 გრამიანი მთლიანად გაიხარჯა. გამოვიდა რომ უკვე მაქვს 3 ქუდი მოქსოვილი, მაგრამ სულ ეს არ არის, ვაგრძელებთ. შემდეგი რაზეც ეს თეთრი ქუდი მოვხსოვე, იმიტომ რომ მქონდა სასტრაფო შეკვეთა, წითელი ფერის კომპლექტი, რომლის ფოტო და ვიდეოს აუცილებლად აი აქ ჩავთავ. ეს იყო ხელთათმანები, ქუდი და შარფი. ქუდი და შარფი იყო მოქსოვილი მანქანაზე, ანუ დეტალები, შარფი თავიდან ბოლომდე მანქანაზე მოვხსოვეთ და ქუდის შემთხვევაში, ანუ კონკრეტული დეტალი მოვხსოვე მანქანაზე და დახურვას რაც შეეხება გავაკეთე უკვე ხელით და გამოყენებული იყო ქუდის შემთხვევაში Lana Grossa
Cool Wool Baby, სადაც გვაქვს 220 მეტრი 50 გრამზე, ორი ბურთულა დამჭირდა და პლუს მოხერი ასევე Lana Gross-ას წარმოების silk hair-ი, წითელ ფერში, შარფთან მიმართებით დამჭირდა 6 ცალი მოჰერი და პლუს ბაბინის წითელი ძაფი, რაც მე თვითონ მაქვს ასორტიმენტში, ხოლო რაც შეეხება ხელთათმანებს, ეს იყო Lana Gross-a Baby Wool-ის და Cool Wool Baby-ის და ჩემი ბაბინის კომბინაცია. და ეს შეკვეთა 24 საათში დამზადდა, რომ დავიწყე პარასკევს საღამოს, შაბათს საღამოს დავამთავრე. ეს იყო საკმაოდ სწრაფი დროში შეზღუდული შეკვეთა, სამწუხაროდ წონა არ მახსოვს რამდენი იყო მთლიანი კომპლექტის, თუმცა იქ ჩემი მარაგებიდან წავიდა მხოლოდ 250 გრამი. რაც იყო გამოყენებული ხელთათმანზე და პლუს შარფზე, დანარჩენი იყო შეკვეთიდან აღებული ძაფი. ანალოგიური წითელი ხელთათმანი მოგსოვე მეორეც, რომელიც გავაგზავნე კანადაში, მე მგონი, თუ სწორად მახსოვს, ეწიდან იყო შეკვეთა და მოგსოვე ეს იანვარში, კომპლექტი მოგსოვე თებერვალში. გამოვიდა რომ ჯამში მოგსოვე 4 ცალი ქუდი, 4 ცალი ქუდიდან 3 იყო წითელი ფერი, 2 წყვილი ხელთათმანი მოგსოვე და დიდი შარფი. პლუს ესეთი შარფი, ეს აქსესუარებს რაც შეეხება. შემდეგი და 1 თეთრი ქუდი. პლუს 2 ჯემპრი. შემდეგი, რაზეც ვიმუშავე, იყო შავი ფერის კომპლექტი საბავშვო, რომელიც შევასრულე Alize Lana Gold Fine-ის ძაფით, აი აქ ჩავსვავ პატარა ფოტოს ან ვიდეოს. ეს კომპლექტი ეწიდან იყო შეკვეთა, გაემგზავრა ამერიკაში, შავ ფერში მოგსოვე და ჯამში დამჭირდა 180 გრამი ძაფი. არის 0-დან 3 თვემდე ზომა. სამწუხაროდ ამის ტუთორიალი არსად არ მაქვს, ეს არის ჩემი გამოთვლებით გაკეთებული ტექსტური აღწერილობა, რომლითაც მე თვითონ ვსარგებლობ. და არავის არ ბაძლევ თუ არ არის თუ ეს კონკრეტული ნივთი არ იქცევება ჩემთვის. ანუ ჩემი შეკვეთების გადაცემის პრაქტიკა მქონდა, არც თუ ისე წარმატებული, ასე რომ ვიყენებ მხოლოდ მე თვითონ და ჯერჯერობით ამის მასტერკლასს ან ტექსტურ აღწერილობას არ ვგეგმავ. შემდეგი ანალოგიური კომპლექტი. ამ კომპლექტში, ამ შავ კომპლექტში მქონდა ქუდი, წინდები და კომბინიზონი და მქონდა ანალოგიური კომპლექტი უბრალოდ ქუდის გარეშე, იყო ღია ლავანდის ფერი, რომლის ფოტოს ან ვიდეოსაც ჩავრთავ. აქ იყო კომბინიზონი და წინდები, რომელიც მოიქსოვა Alize Lana Gold 800 ორ წვერში და აქ დამჭირდა დაახლოებით 130 გრამი. და ესეც გაემგზავრა ამერიკაში, ესეც იყო თებერვლის თვის შეკვეთა, თუ სწორად მახსოვს. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, შემდეგი მქონდა წინდები, რომლებიც 2 კომპლექტად მოგსოვე, ანუ 2 წყვილი წინდა მქონდა შესასრულებელი. ეს იყო Male and White ალპაკა, სადაც მქონდა 70% ალპაკა და 30% სინთეტიკური დანამატი, 100 გრამზე 420 მეტრი, კლასიკური წინდის მეტრაჟი. და მოგსოვე 2 წყვილი წინდა, იყო ყავისფერი და ტერაკოტი. ცალ-ცალკე მაქვს ფოტოები, იმიტომ რომ ჯერ ერთი მოგსოვე და მერე მეორე და ფოტო გადავუღე, იმიტომ რომ მარტო ჩემი შეკვეთა არ იყო, 4 წყვილი იყო შეკვეთილი და მეორე ფოტოზე მეორე წინდა ჩემი მოქსოვილი არ არის. თუმცა ყავისფერი და ტერაკოტი არის ჩემი მოქსოვილი. მერე ამავე დამკვეთმა ყავისფერი გთხოვაო რომ დამეგრძელებინა და კიდევ 2 წყვილი წინა რომელიც ჩემი მოქსოვილი არ იყო. შესაბამისად ჩემი მხრიდან მარტო ყავისფერის დაგრძელება მოხდა და დაგრძელდა რაღაც კატასტროფულად, მაგრამ ანუ დიდი წინდა გამოვიდა, თუმცა ესეც გამოვიდა რომ 300 გრამი მოვქსოვე, თუმცა ჩემი მარაგებიდან არ წასულა ეს ძაფი. პლუს ამას მქონდა სოფის კარფზე ვილაპარაკე 11 საჩხაკუნო სათამაშო, რომელიც წინა ვიდეოში გაგიზიარეთ ყველა მათგანი. ასე რომ ამ ვიდეოში ვიდეოს და ფოტოს აღარ ჩავსვავ, იმიტომ რომ პირდაპირ აი აქ დავტოვებ მინიშნებას, რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემ წინა ვიდეოზე და უყუროთ ყველა სათამაშოს.
და მათ შორის ნახოთ წინდების ისტორია. 11 სათამაშო საჩხაკუნა მოგსოვე, არც ერთი არ არის ამ ეტაპზე ჩემთან და შემდეგი რაც იყო 2 ტომარა, რომელიც ასევე წინა ბლოგში შეგიძლიათ ნახოთ და აქ ფოტოებს აღარ ჩავსვალ. ეს იყო მთლიანად ჩემი მარაგებიდან გახარჯული ძაფები, მას შემდეგ რაც დავიანგარიშე ჩემი ასორტან შევაჯამე ჩემი მარაგები და პლუს ამას მოგსოვე აი ესეთი გრძელი განიერი შარფი ნაწნავებით. ეს არის ლანა გროსა ავიოს ძაფით შესრულებული. ფოტოს ჩავრთავ როგორ გამოიყურება, როდესაც ამ შარფს ვატარებ. ძალიან მომწყოს, ძალიან პრაქტიკულია და მით უმეტეს რომ ახლა კარგი ამინდებია, მაინც აქტიურად ვიყენებ. არის აი ესეთი გრძელი შარფი. ახლა გადავანაცვლოთ, რომელსაც სუნავასუნიასთვის, მაგრამ ძალიან აქტიურად ვიყენებ. აი ასე. აი ასე გამოიყურება ეს შარფი, ძალიან მომწყოს, ძალიან თბილია, ძალიან ღუნღულა, ფერები გადადის ძალიან ლამაზად და ძალიან პრაქტიკული გამოდგა ჩემს გარდერობში. აი, ასე მიკეთია უმეტესწილად რომ არ გამიხსნეს და უკან არ გადამივარდეს. ძალიან მომწონს და ჯერ კიდე აქტიურად ვატარებ მიუხედავად 26 გრადუსისა, რაც გვაქვს დღეს. ჩემი ნამუშევრებიდან სულ ეს არის, რაც მოვგსოვე იანვარი-თებერვალის განმავლობაში. ჯამში რომ ჩამოვთვალოთ კიდევ ერთხელ და შევაჯამოთ, ეს არის წითელი ჯემპრი, წითელი ცისფერი საყელოთი ჯემპრი, რომლის ფოტოსაც კიდევ ერთხელ გავამეორებ. ცისფერი ჯემპრი, რომელიც აგერ მიდევს გაჩვენეთ. წითელი ქუდი, შავი კომბინიზონის კომპლექტი. გამომრჩა ლურჯი ქუდი, რომელიც სამწუხაროდ დასრულებული ვიდეოში არ მიჩვენებია, თუმცა მესამე ვლოგში უკვე შეგიძლიათ, ანუ წლევანდელ მესამე ვლოგში შეგიძლიათ ნახოთ ქუდი, რომელიც მოგხსოვე, baby. კიდე კაი რუსიას გადავხედე. ორი ნივთი გამომრჩა. გამომრჩა კაპრი, რომელიც მოგხსოვე და შემიძლია რომ აი აქ ფოტო ჩაგიგდოთ, ჩავსვა. 2 კაპრი მოგხსოვე, ერთი და იგივე ფერში, ზედიზედ. ესეც ლანა გროსას ძაფით შესრულებული, ძალიან ლამაზი, რამაც мотиваცია მომცა რომ 2 ცალი ძაფი მეყიდა და ჩემთვისაც დამეწყო მსგავსი ნივთის ქსოვა, თუმცა დაწყებულ ნივთებზე რაც მაქვს ჭხირებზე ვისაუბრებთ შემდეგ ვიდეო ბლოგში და ძალიან ბევრი ნივთი უნდა გაგიზიაროთ, რასაც ახლა ვმუშაობ, იმიტომ რომ ერთდროულად ჭხირებზე მაქვს 5 ჯემპრი და კარდიგანი, ანუ მათ შორის ჯემპრი და კარდიგანი 5. ანუ და 5-ვე რაღაცა ეტაპზე ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. და ეს ლურჯი ქუდი რას გამომრჩა? დავთვალოთ. წითელი ჯემპრი, ცისფერი საყელოთი, ცისფერი ჯემპრი, შავი კომბინიზონის კომპლექტი, რომელშიც არის 3 დეტალი. ეს არის უკვე 5, წითელი ქუდი აგერ არის 6, ლურჯი ქუდი 7, წითელი ხელთათმანი 8, კაპრი, რომელიც 2 ეგზემპლარად მოვხსოვე, 9 და 10, იასამნისფერი კომპლექტი, რომელიც საბავშვო შედგება წინდისგან და კომბინიზონისგან, ეს არის 12, ქაშმირის ქუდი, რომელიც მოვხსოვე, 13, წითელი კომპლექტი, სადაც იყო ხელთათმანი, ქუდი და შარფი, ეს 3 ნივთი, ანუ ჯამში გამოვგვივიდა 16, 2 წყვილი წინდა, ესეც 18, თეთრი ქუდი ზუსტად ესეთი 19, სოფის კარფი 20, 11 სათამაშო, ეს 31, ავიოს შარფი 22 და 2 ცალი ტომარა, რომელიც project bag-ებად ვიყენებ, ერთი საჩუქრად იყო შესრულებული, მეორე ჩემთვის და საკმაოდ აქტიურად ვიყენებ, ძალიან მომწონს და აუცილებლად როგორც კი მეცლება, კიდევ მოგსოვ არა ერთს, იმიტომ რომ ძაფი მაძლევს მაგის საშუალებას, მაქვს საკმაოდ კარგი მარაგები მსგავსი ძაფების და ესეც გამოგვივიდა 31, 32, 13 და 14. 34 ნივთი. საიდან მოვიტანე 42? რატომ თქვი დასაწყისში 42?
ვიცი 32 ნივთი მოვხსოვე ჯამში 34 ნივთი მოვხსოვე ჯამში და ეს იყო ძალიან ინტენსიური ქსოვის შედეგი მაგრამ ეს ამხელა რაოდენობა გამოვიდა იმიტომ რომ აქედან მხოლოდ 2 ნივთი არის ჯემპრი რაზეც ვიმუშავე დანარჩენი მთლიანად არის აქსესუარები რომელსაც სიმართლე რომ ვთქვათ ბევრი დრო არ ჭირდება სათამაშოების ქსოვასაც ბევრი დრო არ ჭირდებოდა 11 სათამაშო მოიქსოვა დაახლოებით 3 დღეში ანუ სწრაფად შესაბამისად ესეც დიდ დროს არ ითხოვდა და ესეთი გამომივიდა ჩემი ნივთობრივი შეჯამება იანვარი და თებერვლის რაც შეეხება გახარჯული ისეთი რომ მარაგებიდან მომაკლდა ძაფები გამომივიდა რომ სათამაშოები ავწონე ქსოვის პროცესშივე და გამომივიდა რომ სათამაშოებზე გავხარჯე დაახლოებით 326 გრამი 326 გრამი ჩემი მარაგებიდან გავხარჯე 100 გრამი ავიოს შარფისთვის და 50 გრამი დავიმატე გამოვიდა რომ 326 მოკლედ აი აქ დავაჯამებ იმიტომ რომ პლუს ამას ჩემივე მარაგებიდან გავხარჯე ტომარებისთვის ძაფი და ორივე ტომარაზე დამეხარჯა 200 გრამი ანუ 326 პლუს 200 ეს არის 526 გრამი და პლუს 100 გრამი რაც იყო ჩემი მარაგებიდან აი ამაზე დახარჯული ესეც 626 გრამი რაც მოვაკელი ანუ 42 კილო და 300 გრამს მოვაკელით 626 გრამი მაგრამ პლუს 50 გრამი აი ამისთვის რაც დამემატა გამოვიდა რომ რეალურად ჩემი მარაგებიდან გავხარჯე 570 გრამი 65 გრამი ეხლა უცებ გონება ვერ მუშაობს მაგრამ რეალურად ნახევარი კილოზე ცოტა მეტი ძალიან ცოტა იმისთვის რომ რეალურად 34 ნივთი მოვხსოვე და აქედან გამოაკლდა მხოლოდ 550 ვთქვათ 550 გრამი მოაკლდა ჩემს მარაგებს ეს არის ძალიან ცოტა ამიტომ გეგმაში მაქვს რომ ამ თვეში მიუხედავად ჩემი დატვირთულობისა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ძაფი მოვაკლო პლუს ამას შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ იმაზე თუ რა ძაფები შევიძინე იმიტომ რომ წინდების ქსოვის მერე სიმართლე რომ გითხრათ არანაირი სურვილი აღარ მქონდა მეილენ ვაითის ძაფთან რაიმე შეხების და შესაბამისად ძაფი რომელიც მქონდა ჩემს არსენალში გადავცვალე კონკრეტულად საერთოდ სხვა ძაფში და სხვა ფერში და გაჩვენებთ რა და პლუს ერთი დავიმატე ერთი ცალი აი ამისთვის დავიმატე ერთი იქ ეს ჩვენი 100 გრამი 2 ცალი 50 გრამიანი ვიყიდე 2 ცალი კაპრის მოსაქსოვა ძაფი ესეც 100 გრამი ესეც ჩვენი 200 გრამი და კიდევ დავიმატე ბაბინის ძაფი რომელსაც გაგიზიარებთ შემდეგ ვიდეოში ასე რომ არ გადართოთ რა გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ შემდეგ ვიდეოშიც შევხვდეთ ერთმანეთს, ვისაუბროთ ყველა იმ პროექტზე, რაზეც ახლა ვმუშაობ და თუ კომენტარებში თქვენ პროექტებსაც გამიზიარებთ. ძალიან გამიხარდება, რადგან უზომოდ მიყვარს თქვენთან კომუნიკაცია კომენტარებში. პლუს ამას შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ გამარჯვებულს, რა საჩუქარი გავგზავნე და იმედი მაქვს, რომ ძალიან მოეწონება. რეალურად საჩუქარი ჯერ არ გამიგზავნია, რადგან გუში შემეხმიანა გამარჯვებული. შევკრიბე საჩუქარი, რომელიც ახლა კალათაში მაქვს უბრალოდ მოთავსებული, უნდა შევფუთო ლამაზად, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ გახსნის დროს რაღაცა ესეთი პოზიტიური ენერგია იგრძნოს და ძალიან ესეთი დიდი სიამოვნებით ათვალიეროს აბსოლუტურად ყველა შემადგენელი ნაწილი აი ამ საჩუქრის. და თქვენს გაგიზიარებთ რა ჩავდე საჩუქრისთვის ყველაფერს არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ სურპრიზის ეფექტი მაინც მინდა რომ შევინარჩუნოთ მაგრამ პატარა ნაწილს მაინც გაგიზიარებთ რომ ნახოთ რა რითი გავახარე ჩემი გამომწერი ისე რომ ვთქვათ ახლა დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებულ ქსოვას შემდეგ ვიდეოში მე თქვენ გაგიზიარებთ ყველა იმ ნივთს რაზეც ახლა ვმუშაობ მაგრამ ეს ვიდეო იქნება მხოლოდ აი ესეთი ფორმატით ეპიზოდი სადაც შევაჯამეთ იანვარი და თებერვალი. გაირკვა რომ რეალურად მინუს 626 გრამი მაქვს და პლუსები მოდით დავთვალოთ შემდეგ ვიდეოში.
დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, რაც მთავარია, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა გემშვიდობებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგ ვიდეოში შევხვდებით, რომელიც არ დააყოვნებს. ნახვამდის.